საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ქალბატონებო, თქვენზეა გაშლა, თქვი შენი სახელი და კითხე კარგს, რა მელოდება მომავალში და ვნახოთ რა გელოდებათ. ჩემო კარგო, გულში ამოგივიდა ახალგაზრდა ბიჭი. რაღაცა დიდი სურვილის შესრულებით დადგებით ბიჭთან ერთად. აქ ამოგივიდა ახალგაზრდა გოგონა. თითქოს ხან სიხარული აქვს, ხან რაღაცა დიდი დარდით დგას. შენ, ჩემო კარგო, ერთი პერიოდი რაღაცა ფულზე გაგცოდა ჯავრები. ამოგივიდა ასევე ცოლიანი მამაკაცი, მოულოდნელი შეხვედრა გელოდება ამასთან. კარგი, ნახოთ მომავალში, ჩემო კარგო, ისევ ფულზე გექნება ნერვიულობა და ფრთხილად იყავი. შეგხვდება ნერვიულობა, მერე რა მოგდის? ასევე ამოგივიდა უცოლშვილო პიროვნება, ბიჭია ესეც. ოღონდ შეიძლება დიდი ბიჭი იყოს. ეს ბიჭი კი ამოგდის, მაგრამ რა არის იცი? ბოლოს რაღაცა შენი სურვილები, რაც ჩაფიქრებული გაქვს, ელდა გექნება, ან რაღაცაზე გულის ტკივილი. შეიძლება შენი ოცნებები ამ 1 წლის განმავლობაში არ ასრულდეს, ან შენ სურვილებზე გულის ტკენა გელოდება და ამიტომ იყავი მზად. კარგი, გავაგრძელოთ, აბა კიდე რა გელოდება? ნახოთ კიდე რას გვეტყვის კარტი. ეს ცოლიანი მამაკაცი ვინ არის? თვითონაც რაღაცა დიდ ნერვიულობაში ამოგდის, ჩემო კარგო. რითი მშვიდდები, ჩხუბი მოგივა, ან კამათი, ან ჯავრი ვიღაცა უცოლშვილო ბიჭთან, ამ მოკლე ხანში, ან ჯავრით დაგრჩა, ან ხმამაღალი ლაპარაკით იცოდე, მზად იყავი. ნახოთ კიდე. გეუნები, ძალიან დიდი შეფერხებები გაქვს, ჩემო კარგო. პატარა ფულს ჩაიგდებ ხელში ამ პერიოდში, უბრალოდ რაღაცა საქმეს მოაგვარებ, ერთი ეს კი ჩანს, იმიტომ რომ დიდ შეფერხებებს ხედავ შენ ცხოვრებაში. აი ასეთი, უბრალოდ პატარა თანხას იგდებ ხელში და რაღაცა საქმეს აგვარებ. დანარჩენი ყველაფერი თითქოს შეფერხებითა ჩანს აქა, საეჭვოა შენი ჩანაფიქრები ამჟამად. ახლო პერიოდში რა გელოდება, ვნახოთ. ახლო პერიოდში რა დაგამშვიდებს, ჩემო კარგო? რა დაგამშვიდებს, იცი? რაც ხა ეს ბედგამონაცვალ ქალბატონებს ამ ბოლო დროს არ მომწონს თქვენი კარტები. აი უყურე, ან სახლის ჭერზე გექნება რაღაცა დარდი, ნერვიულობა, ან განცდა, ან ამოგდის სახლი და პატარა ავადმყოფობა. ამაზე იყავი ფრთხილად, ჩემო კარგო. თუ გაინტერესებს ეს პრობლემები საიდან მოგდის? რატო ხარ სულ ასე განცდებში და პრობლემებში? აუცილებლად ჩემ პირად კონსულტაციაზე ჩაეწერე 557 64 38 91, ჩემო კარგო. WhatsApp-ში შეგიძლია დამეკავშირდე პირად კონსულტაციაზე. ვიდეოს მოწონება კი არ დაგავიწყდეს. გემშვიდობებით.